მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პირველ ავტორალიზე ერთ-ერთი საპრიზო ადგილი რუსთავიორის გუნდმა დაიმსახურა. ამისთვის კი მას ბევრი ბარიერის გადალახვა და ბევრი მეტოქის დამარცხება მოუხდა. შეჯიბრში 50 გუნდი მონაწილეობდა. დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ მედიის თითქმის ყველა წარმომადგენელი საკუთარი რიგის გარკვევას ცდილობს. თბილისის ავტოკლუბმა სპეციალურად ჟურნალისტებისთვის სახალისო ავტორალი გამართა. ღონისძიებამ სტარტი გენერალური სპონსორის ლუკოილის ცენტრალურ ოფისთან აიღო. დღევანდელმა შეჯიბრმა ყველა მოდოდის გადააჭარბა და არ ვიცი, ალბათ შემდეგი უფრო კიდე გაიგდება. ასე რომ ჟურნალისტებო მოემზადოთ. მოთხოვნა იყო რომ თვითონ მედიის წარმომადგენლებთან ჩაგვეტარებინა ესეთი შეჯიბრი და მე მგონი ძალიან კარგი და ლამაზი შეჯიბრი გამოვიდა. ყველას მადლობა კიდევ ერთხელ მედიის წარმომადგენლებს და რა თქმა უნდა რუსთავიორს მადლობა რომ ყოველთვის ჩვენს გვერდით არის. გიორგი კვიცინაძე რუსთავიორის ოპერატორია სამოუწყებლო კომპანია მედია რალიში 9 ეკიპაჟით ასპარეზობდა. ვარდების მოედანზე შეკრებულ გულშემატკივარს ქართველმა ჟურნალისტებმა სანახაობა 4 განსხვავებულ დისციპლინაში წარუდგინეს. კარგი ტურნირი იყო, ძალიან მოგვეწონა მედიის წარმომადგენლებს. დიდი მადლობა ორგანიზატორებს. ძალიან კარგი იქნება თუ ესეთი ღონისძიებები ხშირად გაიმართება, იმიტომ რომ ძალიან დატვირთული რეჟიმი გვაქვს და გვეძლება საშუალება რომ განვიტვირთოთ. ტურნირი გამართა იმ თვალსაზრისით რომ არაჩვეულებრივი, ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანია შეკრებილი. ეს ერთი არის ცოტა ადრენალინი, ეს ორი და საერთოდ კარგია რომ ესეთი რაღაცეები ხდება და რომ ტარდება. ესეც ახალისო რაღაც შეჯიბრის მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ გავერთოთ ძალიან მაგრად. ჟურნალისტები ერთმანეთს უმეგობრდებიან და რაც უფრო მეტი იქნება მას მედიის საშუალებით ესეთი შეჯიბრები მით უკეთესი იქნება და მე ვიმედოვნებ რომ ამას ხშირად ჩაატარებენ ამ ტურნირის ორგანიზატორები. გუნდების სიმრავლის გამო ღონისძიება გვიან ღამემდე გაგრძელდა. ჟურნალისტები არც დაღლილობასა და არც შიმშილს არ შეუშინებია. ყველა აქციაში მივიღებ დიდ მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, დამარცხდებით მოვიგებ, მაინც რაღაცა ექსკლუზივი იყო, ჩემი გამოსვლა და ყველაზე მთავარი რა, ჩემი მანქანის სერია და ნომერი ბუხნალალერთი იყო და ეს უკვე სალაპარაკო იყო. ავტორალიში მონაწილე 50 გუნდიდან ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი პოსტსკრიპტუმმა აჩვენა და საპატიო მესამე ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე ტელეკომპანია იმედის სახელით მოასპარეზე ნიკა ლომიძე გავიდა. ტურნირის გამარჯვებული კი ჟურნალ თბილისელების გუნდი იყო, რომელმაც 1000 ლარი და 150 ლიტრი საწვავი გადაინაწილა. როგორც წესი რუსთავიორმა კიდევ ერთხელ გამოჩინა ჯენტლმენობა და გოგოებს დაუთმო გამარჯვება. რავი, ძალიან გვიხარია რა. თან ყველაზე მთავარი ის არის, რომ პოსტსკრიპტუმისა და კურიერის ერთობლივი გუნდი გამოვედით რა. ამით დავამსხვრეთ მითი, რომ პოსტსკრიპტუმი და კურიერი არის განცალკავებული. ჩვენ ვართ ერთი და ყველა გამარჯვებას ვიღებ ერთად. მე სულ ფიქრობდი, რომ მომცეს ღმერთმა იცალა, რომ მე მოვიგო 50 გუნდში და ეს გავაკეთე. შეჯიბრი მიზნად ავტომობილის მართვის ოსტატობის ამაღლებასა და მოძრაობის წესების ცოდნის გაღრმავებას ისახავდა. ორგანიზატორების განცხადებით ტურნირი ტრადიციულ სახეს მიიღებს და წელიწადში რამდენჯერმე გაიმართება.